დღეს ახალი სტილით 12 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს. დუდიყვაცსა და პაპაჩი ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმანთაგან წამებულ ლაზებს, 9 კვიზიკელ მოწამეს, თეოგონიდეს, რუფეს, ანტიპატრეს, თეოსტიქეს, არტემის, მაგნეს, თეოდოდეს, დალმასიოსის და ფილიმონს. ღირს მემნონ საკვირველთ მოქმედს. წმინდა მოწამეებს დიოდორეს და როდოპიანე დიაკონს, წმინდა ვასილი ეპისკოპოსს და წმინდა მოწამე იოანეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იწოდება სამოციქულოდ, რადგან აქ ქრისტიანობა უშუალოდ მოციქულებმა იკადაგეს. მათგან ერთ-ერთი იყო სწორედ ანდრია პირველწოდებული, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნებით ჩამოვიდა ივერიაში, ჩამოაბრძანა ყოვლადწმინდა ქალწულის ხელთუქმნელი ხატი და დაარსა პირველი საეპისკოპოსო აწყურში. რამდენიმე ხანი დაჰყო წმინდა მოციქულმა აწყურში. ააგო ეკლესია, მცირე ეგვტერში კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა. წმინდა ანდრიას ზემოაჭარიდან შემობრძანდა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, პირველი ქართველი ქრისტიანები იქაურ მოსახლეობაში იყვნენ. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ლაზი მოწამეების ხსენებას. ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. ეს კუთხე ქართული კულტურის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი უძველესი კერაა. ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმპერიების დაცემის შემდეგ ოსმალები მთელი 3 საუკუნის განმავლობაში ცდილობდნენ აღმოეპყრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. მეორე მხრივ რომი ცდილობდა ამ მხარეში თავისი გავლენა გაეძლიერებინა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ლაზები, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას. თუმცა სამწუხაროდ მტერმა მოახერხა და ამ კუთხის შვილებიდან ზოგი ქართველი ძალით გაამუსლიმანა. თუმცა მათ შეინარჩუნეს ენა, ხსოვნა მათი წინაპრების ქრისტიანობის შესახებ და თავიანთი სამშობლოს სიყვარული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის მასალების მიხედვით მე-17-18 საუკუნეებში სარწმუნოებისა და ქვეყნისთვის ათასობით ლაზი აღესრულა მოწამეობრივად. განსაკუთრებით აღსანიშნავი 1602 წლებში მომხდარი ორი მოვლენა. მტერმა შეიპყრო ერთ-ერთი მთაზე დაბანაკებული 300 ლაზი მეომარი, რომლებიც აუჯანყდნენ ოსმალებს. მტერმა ტყვეებს ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და ამქვეყნიური დიდება აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სიმტკიცე გამოიჩინეს. წარმართებმა 300 მეომარს თავები მოჰკვეთეს და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგაც იმ ადგილს დუდუ კვეთა, ანუ თავის კვეთა უწოდეს. მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც დუდუ იკვეთა ეწოდა. მათი ხვედრი გაიზიარეს ახლო მდებარე მთაზე მონასტერში მოღვაწე ბერებმა. ოსმალები მათაც თავს დაეწყნენ და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს, რაზედაც მტკიცე უარი მიიღეს. მარტვილებს ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ თავები მოჰკვეთეს. თას, სადაც ისინი აღესრულნენ, ხალხმა პაპათის, ანუ სამღვდელოთა მთა უწოდა. 2003 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა მე-17-18 საუკუნეებში სარწმუნოებისა და ქვეყნისთვის წამებული ყველა ლაზი წმინდანად შერაცხა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მკვიდრ ლაზთა შეხვედრებს, რის შემდეგაც დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ლაზები ნელ-ნელა უბრუნდებიან თავიანთ მამაპაპისეულ რელიგიას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.